ну, პირველ რიგში ის მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის როდესაც სოლიდარობას ვუცხადებ ვიღაცას ინდივიდუალურად იქნება ეს თუ ორგანიზაციულად, თქვათ რამდენიმე ქალი ვართ იმ ორგანიზაციაში გაერთიანებული, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეზღუდული შესაძლებლობა თუ არ ნორმალიზდა და თუ არ გამოჩნდა, რომ ჩვენ რეალურად ძალიან ბევრნი ვართ. და პროტესტში მყოფი ადამიანები ძალიან ბევრნი არიან შეშემოპირები, ბევრი მშობელი არის. მერე და მერე რომ გავიგეთ, რომ თურმე, თქვათ, შეშემოშვილები ყავდათ ან ნათესავები, ან თვითონაც გარკვეული დიაგნოზები ქონდათ ისეთი ადამიანები. და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გავიაზროთ, რატომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები შეშემოპირთა უფლებების დასაცავად, რომ ეს არ არის ერთი და ორი ადამიანი, ეს არის ასობით 1000 ადამიანზეა ლაპარაკი და რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი, ანუ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ერთი ადამიანის მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ ვიღაცებისთვის ეს არ არის არგუმენტი. აქედან გამომდინარე, არის რა თქმა უნდა სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა მაგალითად გეტყვით, რომ რა თქმა უნდა ჩვენ რადგან ქალთა ორგანიზაცია ვართ, ეხლა ქალის უფლების კუთხით რომ ვთქვათ, ხო, ამ საკითხზე. დღეს ეხლა საქართველოში ვინც ცნობილები არიან დიუშენის მქონე სინდრომის ბავშვები, ესენი არიან ბიჭები, მაგრამ მათ ყავთ დედები, რომლებიც თუნდაც ეტლში როცა ბავშვი ჯდება და შემდეგ უკვე ასაკში შედის, ჩვენი გარემო ისეთია, რომ ძალიან ხშირად ეს ბავშვი ადამიანი არის ხელით სატარებელი. და ვიცნობთ ჩვენ ესეთ დედებს, რომლებსაც მართლა ცალკე ბავშვი აყავთ, ანუ ეტლში სვამენ ხელით, ცალკე იმაზე გადაყავთ გზაზე, კიბეებზე, ხელით აყავთ და ეტლიც აქვთ ხელით. რაც შემდგომში იწვევს უკვე ფიზიკურ დარღვევებსაც თვითონ ამ ქალებში და თვითონ ხდებიან შეშემო ქალები. და ვიცით ერთი-ორი ადამიანი კონკრეტული მე პირადად ვიცნობ, ვინც აესე შეშემო პირზე ზრუნვის გამო თვითონ გახდა შეშემო პირზე სტატუსი აქვს უკვე ოფიციალური. ამიტომ არის ეს საკითხი ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი. მივმართეთ როგორც ბავშვთა, ასევე შეშემო პირთა უფლების კომიტეტს, ან ორ კომიტეტი. რა შეიძლება მართლა ქმედითი გაკეთდეს და პროცესი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. ანუ ხელისუფლება ძალიან თავს იწონებს ხოლმე გაეროს კომიტეტთან ანგარიშების გაგზავნისას, რომ აი ეს გავაკეთეთ, ეს გავაკეთეთ და რეალურად რამდენი ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს ის კოსმეტიკური რაღაც წვრილ-წვრილი ნაბიჯები, რომლებსაც ისინი დგამენ, ამაზე არ არის ლაპარაკი, ხო, რომ ასეულობით და ანუ მილიონობით ადამიანზე კი არა, ასეულობით 1000-ზე შეიძლება, უბრალოდ რამდენიმე 1000 ადამიანისთვის არის ის მნიშვნელოვანი და რაღაცზე გავლენის მოუხდენ, იმიტომ რომ საერთო სურათი არ იცვლება, მოკლედ მარტივად რო ვთქვათ. და რაც მთავარია, მოთხოვნების იგნორირება არის ძალიან დიდი პრობლემა. ხო, ანუ ჩვენ ოფიციალურად საქართველოს ანგარიში უნდა წარადგინოს მომდევნო 2028 წელს და შესაბამისად ახლა 2 წელი ნამდვილად ვერ დაველოდობთ და ამიტომ მივაწოდეთ ინფორმაცია უფრო ადრე. შეშემო პირთა კომიტეტს. და რაც შეეხება იგნორირებას, ხო, ანუ სისტემური და სისტემატური არის. რატო აკეთებენ ამას? და არა, იცით, იმიტომ რომ არ გვთვლიან ჩვენ სერიოზულ ძალად, არ გვთვლიან მნიშვნელოვნად, აი ძალიან მარტივად, ანუ მარტივ რაღაცებს ჭირდება იმდენი დრო, თუნდაც ვებსაიტების მისაწვდომობა რო იყოს უზრუნველყოფილი, თუნდაც სასამართლოში დოკუმენტ ბრუნვა რო იყოს მისაწვდომი, მაგალითად უსინათლო ადამიანისთვის, რასაც მილიონები ნამდვილად არ ჭირდება და ათეულობით მილიონი, მაგრამ არ აკეთებენ, იმიტომ რომ არ თვლიან აუცილებლად. ამიტომ ფული აქვს საერთოდ არ არის არგუმენტი, როცა მართლა იმდენი ჯიპი ყიდულობენ, იმდენ ჯიპს და იმდენ ბოლო-ბოლო ოქროს მოიპოვებს ეს ქვეყანა და რა ვიცი, ამ უღარიბეს ქვეყანას მართლა უგაჭირებულეს როგორ ყავს ამდენი მილიარდერი, არა ერთი, არა რამდენიმეა. როგორ შეიძლება ამ ქვეყანას რომ რამდენიმე მილიარდერი ყავდეს? ხო, კაცო, კითხვა არის მის რომ რა შექმნა ამ ეკონომიკამ ამისთან და სხვებზე რატო არ ნაწილდება? ამ ბავშვებზე რატო ვერ ნაწილდება ეს თანხა? იმას რომ თავი გავანებოთ, რომ ეხა ჩვენ რომ ევროკავშირის თან კონდეს დალაგებული ურთიერთობა, ბოლო-ბოლო ევროკავშირსაც მიმართავდნენ, ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებდნენ და მოლაპარაკებებში შეიძლება და ჩართულიყო თქვათ იმ კომპანიებთან ევროკავშირი და იმ სივრცეში გაწევრიანება, რომ ეს ყველა სიკეთე მართლა ჩვენ მოქალაქეებზე გადანაწილდეს. და ნახეთ რასვამ, აი ქვეყანა ხო იმით ფასდება, რომ რამდენად მისაწვდომია რაღაც თანამედროვე სიკეთეები იმ ქვეყანაში, რომ რა ვიცი, სახლებში არ მშობიარობენ და ინტერნეტი არის და რავი, რაღაც ტელეფონი
არამონიერი კანალიზაცია არის და გაზი და რაღაცები. იგივენაირად როგორც ის იმით ფასდება, რომ მკურნალობა თუ არის ადგილზე მისაწვდომი, ხო? ანუ წამლები, ანტიბიოტიკები თუ სხვა უფრო რთული წამლები. ამიტომ ესეც მათ შორის ის რომ აი ეს მედიკამენტები აქ შემოიტანონ, ესეც არის ქვეყნის რაობის და პრესტიჟის და ყველაფრის საქმეა. რა ვიცი, სუვერენიტეტზე და იმაზე თუ აქვთ პრეტენზია, პირიქით, ანუ უნდოდეთ, რომ რავი, რეგიონში პირველები იყვნენ, ან პირველები თუნდაც არ იყვნენ, ინიციატორები იყვნენ, რომ დანარჩენი იყო ესეთი ინიციატივაც, რომ 4-მა მეზობელმა რო ერთად შეიტანო, შეიძლება უფრო იაფადაც მოგვყიდონ ეს წამალი, იყვნენ ინიციატორი. აბა თუ შეძლებენ ამ საერთაშორისო მოლაპარაკების წარმართვას, აი რატო ხო? აი, წყობრი და თანმიმდევრული პოლიტიკა არის საჭირო, რომ აი ყველა იშვიათ დაავადება სახელმწიფო გაუმკლავდეს. აი, გეტყვით კიდევ, არის ძალიან ბევრი ესეთი იშვიათი დაავადება არის, რომელსაც აი წლების განმავლობაში არაფერი არ ხდება და მე ადამიანები, აი ერთი ჩემი ნაცნობი წერს ახლა საჯაროდ და ითხოვს ხალხისგან დახმარებას, რომ ფული უნდა ავუგრობოთ, რომ გაიკეთოს გენეტიკური გამოკვლევა, იმიტომ რომ ერთდროულად კარგავს სმენასაც და მხედველობასაც და ანუ აინტერესებს მიზეზი და როგორ შეიძლება მართოს ეს პროცესი და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა ორივეჯერ მიიღო უარი. ან საქართველოში რატო არ შეიძლება ამ გამოკვლევების ჩატარება ერთი თემაა და მეორე თემა არის რომ რატო არ უფინანსებს შემდეგ სახელმწიფო და რატო არ აქვს ხედვა ასეთ იშვიათ დაავადებებთან დაკავშირებით. სანამ მარისთან გადავალთ, თქვენ გკითხავთ მაკუნა, რა მნიშვნელობა აქვს ამ გზაზე სოლიდარობას? ის რომ თქვათ თქვენი შვილით დღეს გახართ კანცელარიასთან არა თქვენი პრობლემისთვის, არამედ ამჯერად დუსჩენის სინდრომის მქონე ადამიანების გადასარჩენად და ის რომ თქვათ ერთობლივად შშმპ-ებმა თქვათ სხვადასხვა დაავადების იქნება თუ მდგომარეობის მქონე ადამიანებმა ერთობლივად მოითხოვონ, რომ ზოგადად ამ პრობლემას მიექცეს ყველას მისამართით ყურად. კი ბატონო, ჩემ შემთხვევაში სოლიდარობა იყო ზუსტად ის, რამაც გაგვამარჯვებინა და თანადგომამ, მხარდაჭერამ და საზოგადოების გვერდში დგომამ მიგვაღწევინა ჩვენ გამარჯვებისთვის. ამიტომ აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მორალურად ჩემთვის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ მე თვითონ როდესაც სხვას სჭირდება ზუსტად იგივე, რაც მე მჭირდებოდა და ჩვენ გვჭირდებოდა ამ შემთხვევაში გამარჯვებისთვის, ვალდებულად ვთვლი თავს. გარდა ამისა, საზოგადოებას რატომ უნდა ჰქონდეს ეს სოლიდარობა? იმიტომ უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენ აქ არის უკვე ჩვენ უნდა ვუკარნახოთ სახელმწიფოს და ჩვენ უნდა, რადგან გვიწევს უკვე ქუჩაში გამოსვლა და არ ამართლებს სხვა არანაირი საშუალებები, ჩვენ უნდა წამოვწიოთ რა არის საზოგადოებისთვის ყველაზე პრიორიტეტი. ხო, აი რაღაცა ნაძვისხერო არ დადგან მაგალითად და ძალიან ძვირადღირებული ლამპიონებით თუ იმით არ ამ სანახაობები არ შემოგთავაზონ ინფოზე, როდესაც მაგაზე არ მგონია, რომ რომელიმე ადამიანს უსამართლობისა და იმის განცდა გაუჩნდეს და ქუჩაში გამოვიდეს. ამიტომ ის შინაგანი ხმა, რაც ჩვენ გვკარნახობს, რომ უნდა მოვთხოვოთ სახელმწიფოს შეასრულოს ჩვენი, ეს ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენივე თანხით ფინანსდება, ხო? ჩვენ ვავსებთ ბიუჯეტის თანხას და აი ეს არის უკვე საზოგადოების მაღალი ცნობიერება, პასუხისმგებლობა, ვალდებულება, რომ ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში და მოვითხოვოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. და აი ძალიან ხშირად დიუშენის მქონე ბავშვის ერთ-ერთი მშობელი ახსენებს ხოლმე ესეთ მაგალითს, რომ აი ოჯახში მაგალითად რო არ გქონდეს ტელევიზორი და ყავდეს ბავშვი, რომელსაც წამალი სჭირდება იმისთვის, რომ გადარჩეს და გქონდეს განსაზღვრული თანხა, აქ როგორ დავალაგებდით პრიორიტეტს? აი დაახლოებით ისე უნდა შევხედოთ, როგორც სახელმწიფოს და ეს ვართ ჩვენ ოჯახის წევრები, რომლებმაც უნდა მოვითხოვოთ. რას ვიხდით დღეს საზოგადოება იმაში, რომ შედეგზე გავიდეთ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთია აი მაგალითად მაკუნამ რა გზაც გაიარა სხვა მშობლებთან ერთად, ეს ხომ უბრალოდ ჩავლილი დღეები არ იყო, ეს იყო, არ ვიცი, ამ ხელა სტრესს მე ხო ამას რაღაცა გადაანალიზება სჭირდება, გამკლავება სჭირდება, ხო? დღეს ის მშობლები აგერ მართლა რაღაცა ამ ამინდმას პირი შეკრავ პირველ ბლოგში ვსაუბრობ, აი არ ვიცი მართლა ხო აი რაღაცა რაში რისი გაძლება გიწევს იმისთვის, რომ ამ შედეგზე გახვიდე, რა არის საზღაური, რასაც დღეს ხალხი იხდის. და აუცილებლად უნდა ვახსენოთ ბოდიში ბავშვები, რომლებიც ამ ყველაფერს თავისი ყურით ისმენენ და თავის თვალებით ხედავენ, როგორ ამბობს სახელმწიფო მათზე უარს.
საზღაური არის ჯანმრთელობა მშობლების. მათ შორის მენტალური კი, რაც ჩვენ გადავიტანეთ მაშინ 2017 წელს, წლების მერე ძალიან აშკარად გახდა თვალსაჩინო პირადად ჩემ შემთხვევაში. Რა თქმა უნდა, აქ სახელმწიფო საერთოდ არ აინტერესებს, რომ აი მე რო ეს მშობელი ამდენი ვაწვალე და ამდენი სტრესი მივაყენე, რაღაც მასზე ვიზრუნო, რაღაცა ფსიქიკური ჯანმრთელობა მისთვის ხელმისაწვდომი გავხადო, ეს საერთოდ არ არსებობს. უბრალოდ ერთ რაღაცას დავამატებ კიდევ კითხვა დაისვა. პირიქით რეესტრში შეგიყვანენ ადამიანს, თუ დახმარებას მოითხოვ და ის. ანუ აი სახელმწიფო რატო იქცევა ასე ხო ეს კითხვა იყო. სახელმწიფო ასე იქცევა, იმიტომ რომ მას არ აქვს რა. მას დღემდე არ უღიარებია შიშიმ ბავშვების ჯანმრთელობის უფლება. არ აქვს ეს მას ნაღიარები. ანუ ჯანმრთელობის უფლება ამ ბავშვებისთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი. კონვენციაში დაწერილი, მაგრამ აღსრულება საერთოდ არ ხდება. და თავიდან ბოლომდე აღსრულება ხდება მშობლების ჯანმრთელობის ხარჯზე. რამდენად მდგრადი და რამდენად ბრძოლისუნარიანია მშობელი, აი მაგაზია დამოკიდებული ამა თუ იმ ბავშვის უფლება იქნება თუ არა დაცული ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, თვითონ დიუშენის მქონე ბავშვების მდგომარეობას, როდესაც მათ ესმით, რომ სახელმწიფო უარს ამბობს, რომ მათ წამალი მისცეს, აი ესეთ მშობლებზე გადადის საბოლოო ჯამში რომ გააძლიერონ თავიანთი შვილები და ეს მე ვფიქრობ რომ ეს კიდევ დამატებითი დანაშაულია სახელმწიფოს მხრიდან რომ ბავშვს კიდე დამატებით ანუ თვითონ ბავშვებს გაცნობიერებული აქვთ ხო თავიანთი მდგომარეობა წარმოუდგენელი ალბათ ის სტრესი რა სტრესში ეს ბავშვები იმყოფებიან და ამ დროს კიდე სახელმწიფოსგან ესმით რომ სახელმწიფოს ისინი საერთოდ არ აინტერესებს და საერთოდ არ არსებობს თითქოს ეს ბავშვები სახელმწიფოს. ეს აუცილებლად უნდა ჩავერთოთ აქ კითხვით, რატომ კიდევ მაკითხოსო რა. მოდი ცოტა პრაგმატულად შევხედოთ ამ ამბავს. რატო შეიძლება არ აინტერესებდეს ეს ხალხი? აი მაგალითისთვის ავიღოთ რამდენიმე მიმართულება. პირველი, ძვირია. ეს ერთი. მეორე, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მიზანია რომ არავინ კომფორტულად არ იყოს. თუ მესამე მაგალითად არ უყურებენ როგორც ამორჩეულ ძალას, აი ეს მომხდარშენად ნიშნავს. ხო და რას სulis ეს? აი მაგალითად ხო არიან დიქტატორები ერთ-ერთი. არ მგონია რომ შენ გაიგო ეგ და შენამდე ეგ დავიდეს. მეც ეგრე მგონია და გეტყვი რატომ? იმიტომ რომ ახსნას აი იმ დღეს ეთერში ვსაუბრობთ სხვადასხვა საბჭოთა რეალობის გაანალიზების დროს ერთ-ერთი ესეთი შეფასება იყო ჩვენი სტუმრის რომ არსებობდა დიქტატორული მმართველობები, სადაც ესეთი სოციალური საჭიროებები დაფარული და დაკმაყოფილებული იყო ისევ იმიტომ რომ დიქტატორული მმართველობა გამარტივებული იყო რომ ხალხისთვის ეთქვა მაგალითად იმავე საბჭოთა კავშირში რომ ნახე და კარგია საბჭოთა კავშირში ცხოვრება. საბჭოთა კავშირში შემოპირების ცხოვრება კიდე ცალკე მითები და ცალკე ისეთი რაღაცები იწება რომ იქ ინსტიტუციებში ამ ბავშვებს და რა პირობებში იყვნენ და როგორ რისგან იღუპებოდნენ ეს კიდე ცალკე საკითხია. მაგრამ ეს რა უყურებს ესეთი მმართველობა ესმა რატომ არ იღებს პრიორიტეტულ სამიზნეში ამ ადამიანებს? მიზეზი რა გქონია? ანუ აი ეგრეთ წოდებული ეიბლიზმი, ანუ ის რომ შეშემ ადამიანი არ მიიჩნევა ღირებულად, არ მიიჩნევა საკმარისად, არც საკმარისად ძლიერად, არც საკმარისად საშიშადაც რაღაც გაგებით, აგერ გამოვლენ და ადამიანს დაიჭერენ იმაზე აქციაზე შეშემ ადამიანს და გამოუძახებენ იმას სამხარაულის ექსპერტს, გამოუძახებენ ექიმს და ალაპარაკებენ რომ ეს იყო თუ არ იყო, ანუ ქონდა თუ არ ქონდა გაცნობიერებული აქციაზე რასაკეთებდა და რატო იყო. აი ამაზე ალაპარაკებენ ყველას და კითხვის ნიშნის ქვეშ იმას დააყენებენ ამას და თვლიან რომ ამითი ჩვენ თემს მოსვამენ ადგილზე. აი ეს არის ამბავი, რომ აი ესეც კი გაგვიხადეს სადავო, რომ რაღაცა მათ შორის ვითომ ამბობენ რომ ქმედუნარიანობის რეფორმა გვაქვს და ქმედუნარობა გაუქმდა და ამ დროს აი ესე მოდიან და ადამიანის იმას რა ქვია შერაცხადობა სვამენ კითხვის ნიშნის ქვეშ. კიდევ ერთი მიზეზი ალბათ ისიც არის რომ სარგებლობენ იმითაც რომ არ ელიან დიდ მხარდაჭერას. თქვა აი ჩვენ შემთხვევაში მე ეგეთი განცდა დამრჩა ყოველ შემთხვევაში რომ წელიწადნახევრის განმავლობაში ხო გქონდა ეს შიდა მოლაპარაკებები რაღაცა ანუ არგუმენტირებული დასკვნები გავუგზავნეთ FDA-ის ლიცენზია ყველაფერი გავუგზავნეთ და ბოლოს ისეთი იგნორი და ისეთი უარი მივიღეთ. აი მანდ დამრჩა და
ხო მივიღეთ ეს სრული იგნორება 6 წლის განმავლობაში უბრალოდ გვაიგნორებდნენ არც კი გვეუბნებოდნენ არც არას და გარეთ გამოვედით თუ არა ეგრევე დაიწყო მათი მხრიდან რაღაცა განცხადებების გაკეთება და მაშინ დავჭა ეგეთი შტაბ-ეჭრილება რომ საშიშროებად არ აღიქვამდნენ რადგან 15 ბავშვზე იყო საუბარი აი ხა 15 ბავშვმა ხა ეს არ გახმაურდება და გახმაურდა თუ არა ეგრევე აი იმიტომ რომ ეს ლოგიკურად ეგრე დავაკავშირე რა ანუ ხმაური გამოიღო თუ არა ეგრევე გამოვიდნენ კონტაქტს თუ კი მანამდე სრულ იგნორში ვიყავით 2 წუთი გრჩება და თქვენთანაც მინდა რომ აი ეს განცხადება და მისი მნიშვნელობა შევაფასოთ და რას ელოდებით თქვა უახლოეს მომავალში ანუ ეს განცხადება ეს მისაუბრა ამაზე ანუ ჩვენ მიზანი იყო პირველ რიგში რომ გვეცნობებინა კომიტეტისთვის რა ხდება რეალურად საქართველოში შშმ ბავშვების უფლებების დაცვის მიმართულებით ამ კომიტეტს აქვს ძალიან დიდი ძალა მართალია მათი გადაწყვეტილება სარეკომენდაციო მაგრამ ეს რეკომენდაციების არ გათვალისწინება უკვე ძალიან ცუდად აისახება თვითონ სახელმწიფოზე ამიტომ სახელმწიფო იმიტომ რომ რაღაც კონვენციებით ხელმომწერია სახელმწიფო და კონვენცია რატიფიცირებული გვაქვს ჩვენ 2013 წლიდან და იმ კონვენციაში ყველა დეტალურად არის გაწერილი ყველა უფლება როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ და ვალდებულება რა თქმა უნდა ვალდებულია რომ ანუ შშმ ადამიანის ყველა უფლება უნდა იყოს დაცული უნდა იყოს გათვალისწინებული სახელმწიფოს როგორც ნეგატიური ასევე პოზიტიური ვალდებულებები და პოზიტიური ვალდებულებებში რა თქმა უნდა ჩვენ გულისხმობთ იმას რომ ის საჭირო სერვისები რაც ჭირდებათ ამ ადამიანებს ყველაფერი უნდა იყოს უზრუნველყოფილი და აი არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე რომ აი მშობლები ხა დაიწყებენ ბრძოლას და მე რაღაც გავაკეთებ ანუ სახელმწიფოს უნდა ქონდეს ერთიანი სტრატეგიული გეგმა ეს გეგმა უნდა იყოს როგორც განცხადებაში გვიწერია ჩვენ უნდა იყოს გამჭვირვალე უნდა იყოს ჩართული მშობელთა ორგანიზაციები არასამთავრობო ორგანიზაციები მართალია ცოტა შემორჩა მაგრამ ჩვენ არსაც წასვლას ამებიათ არსაც წასვლას არ ვაპირებ და აქ ვარ და ყოველთვის ჩავერთვებ მსგავს რაღაცაში აი ქართული ოცნების და სამწუხაროდ კი ანუ უბრალოდ მე ჯანდაცვა როდესაც გვყავს ჯანდაცვის მინისტრი სახელმწიფოში ხო ანუ რა არის მისი მოვალეობა ხო ადამიანის ჯანმრთელობა მაინტერესებს ოდესმე რომელიმე ჯანდაცვის მინისტრი თუ მოუძიებია საერთაშორისო პრაქტიკა როგორ მართავს რომელიმე განვითარებული ქვეყანა თავის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას ხო ანუ იქ ელოდებიან როდის აჯანყდებიან მშობლები და გეტყვიან რომ აი კვდებით და წამალი მოგვეცით თუ თვითონ ჯანდაცვა დგას იკვლევს ვის რა საჭიროებები აქვს და მერე ქმნის სამოქმედო გეგმას და იწყებს ამ გეგმაზე მუშაობას. აი ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და თავარი მოთხოვნა ჩვენი კომიტეტს რიდროგრადითაც მივმართეთ არის ეს რომ აღიარონ ამ ბავშვების უფლებები, გეგმა შეიმუშაონ, სტრატეგია შეიმუშაონ და დაიწყონ სისტემური ესე ვთქვათ მუშაობა და არა ერთმარი დავამატებ აი დამოკიდებული ძალიან კარგი მაჩვენებელი იმის რომ არ არის სისტემური მიდგომა არის ის რომ არც აქონდროპლაზის მქონე ბავშვთა საკითხი არც ახლა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხი არ განიხილება სახელმწიფო უწყებებთან არსებულ შრიშრომებთან საკონსულტაციო საბჭოებში რომლებითაც ასე ძალიან იწონებენ თავს და აი ეგ კი მე ზუსტად ვიცი იმიტომ რომ ნუ მაშინ 2023-ში ვიყავი ამ საბჭოების წევრი ეხლა აღარ ვარ მაგრამ ურთიერთობა მაქვს იმ ხალხთან ვინც არიან და არ განიხილება ეს და ეს ზუსტად აჩვენებს რომ სისტემა არ არსებობს და სისტემური მიდგომა ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის მადლობას გიხდით ამ თემაზე საუბრისთვის ჩვენი ეთერები სანამ ჯერ კრიტიკული მედიის საშუალება ამ ქვეყანაში არსებობს აუცილებლად დაეთმობოს გავსწრებს იმიტომ რომ პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ მანამ სანამ ხმის ამოღების უფლება ჯერ კიდევ გვაქვს წარმატებებს გისურვებთ თქვენ და იმ მშობლებსაც და ბავშვებსაც ჩვენგან სოლიდარობა და მხარდაჭერა ვინც ამდენი დღეა ესე ძიმე პირობებში იბრძვის ელემენტარულისთვის მიიღონ წამლები საკუთარი შვილებისთვის ჩვენ თითქმის დავასრულეთ გადაცემა ერთ კარგ ამბავზე მოგიყვებით სიუჟეტს დაგიტოვებთ და ამით დაგმშვიდობით მე და სესილი ალტე უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 25 წლიანი გამოცდილების და ისტორიის მქონე სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია რომელიც 50 ქვეყნის 3000-ზე მეტ სტუდენტს 4 სკოლაში აერთიანებს ბიზნესის სკოლა, მედიცინის საერთაშორისო სკოლა, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა. ალტე უნივერსიტეტის მისიაა შექმნას გამორჩეული საგანმანათლებლო გარემო უახლესი სასწავლო მეთოდებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც პროცესის თითოეულ მონაწილეს მისცემს мотиваციას სრულად აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი და შესაძლებლად აქციოს ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებლად გამოიყურება. უფრო მეც თუ რას თავაზობს ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს, თაკონოზაძე მოგიყვებათ თავის სიუჟეტში, მე და სესილი ამით დაგემშვიდობებით. მადლობა
რომ გისურვებთ ხვალ ჩვენთან იმავე ერთად დროს მე იმავე დიდი ხნით არ გემშვიდობებით საღამოს 10 საათზე დაკარგულ დროში კაპიტევდარიანთან და ლაშა ბუღაძესთან ერთად შევხვდებით ერთმანეთს ასე რომ დროებით გემშვიდობებით. დროებით თანამედროვე